რა მნიშვნელობა აქვს ვანოსინება პრესტატანო თუ სილიბიზო თუ დობოჩინის რა მნიშვნელობა იმისთვის მუშისთვის მისთვის არაფერი არ შეიცვალა აბსოლუტურად ღუმელთან ის მუშაობს შესვენების უფლება ადამიანებს წარმოიდგენია ღუმელთან ადამიანს მუშაობს მეტალურგ ღუმელთან გამარვალე ღუმელთან შესვენების უფლება არა მე მაგალითად როგორც პიროვნებას მოგიწურებ თქვენია რომ ჩემი თანამოქალაქეები ჩემი მეგობრები ასე მონება ყავს ვიღაცას გადაქცეულო თქვა დამატებით $100 იშოვოს ოშოულოს მილიონს არა $1,100,000 უნდა რა იმ ჩემის ბენდენას $1,100,000 და შეძაი რა ნამუსი არა დათმე $100 შეშობეცა მილიონი არ ყოფილი მე როგორც ვიცი ჩვენ კალენდარზე 21 საუკუნეა ისე ცხოვრების დონე კი ვარ 13-ში ვარ თუ არ ვწდები 21 საუკუნეა ხო და პირველ ეს არის ის მიდგომა როდესაც ხელისუფლება მეწარმეები ბიზნესმენები თუ ასე შემდეგ ადამიანებს უყურებენ როგორც მონას და როგორც ფულიშოვის წყაროს და ხო პირადად ბიძინა ივანიშვილთან რათა დაინტერესდეს ადამიანების მედით თუ როგორაა 500 ადამიანი გადაქცეული მე-12 საუკუნის ან მე-13 საუკუნის შესაძარის მონად იგივე პირობებით რაც ადამიანებს ჰქონდათ თქვა ჩვენს წელთაღრიცხვამდე რომის იმპერიაში ან საბერძნეთში